ძნელია, როცა მშობელი გყავს ისეთი, რომელიც რწმენაში ხელს გიშლის. არ უნდა ქრისტიანულად ცხოვრება, არც ოჯახში ტკბილად და ჰარმონიულად ცხოვრება. სულ პრობლემებს ქექავენ ძალით ცუდად მეკცევიან და ჩემს სიტყვას არაფრად აგდებენ. ვიცით, რომ 10 მცნებაში გვიწერია პატივიცეთ მშობლებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ძნელია იყო მორწმუნეც. თან მშობელს პატივის წე, თან შენ სულზეც იზრუნო, როცა სხვისზეც გიწევს ფიქრი, რა ვქნა. ცალკე წავიდე მინდა, მაგრამ ეშინია სულ არ დაიღუპონ თავი, მაგრამ მათთან ხო ვარ მე, მათთან რო ვარ მანგრევენ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ჯერ ერთი რამე უნდა ვთქვათ, ესე იგი, რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვის სულიერ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. ადამიანი მაგითი ვერ გაიმართლებს თავს, რომ მე ასეთი მეზობელი მყავდა და იმიტომ ვერ ვარ ასეთი მორწმუნე. ისეთი რომ ყოლოდა, უფრო მორწმუნე ვიქნებოდა. ასეთი მშობელი რომ ყოლოდა, ისეთი მშობელი რომ ყოლოდა. ყველა იმ მდგომარეობით წარდგება ღვთის წინაშე, რა პირობებშიც მას მოუწია ცხოვრება. ყველას ერთნაირადაც არ მოეკითხება. ზოგიერთის ცოდვა უფრო მეტად მძიმე იქნება, ზოგიერთისა ნაკლებად. მაგალითისთვის ვიტყვი, ერთი ასეთი ცნობილი ამბავი არსებობს, რომ კუნძულზე გემებით, ტყვეებით დატვირთული გემები მივიდა და ამ ტყვეებს ყიდიდნენ და იქ ორი ბავშვი აღმოჩნდა, ტყუპები იყვნენ ეს ბავშვები, გოგონები. და ერთ-ერთი მათგანი იყიდა ერთმა მონაზონმა და მეორე იყიდა ერთმა მეძავმა ქალმა. ეხლა ესენი ბუნებრივია დები არიან, ხო, მაგრამ ერთნაირ პირობებში ხო არ გაიზარდნენ. ერთი მეძავთან გაიზარდა, რომელსაც ცუდისმეტია, შეიძლება არაფერი არ დაუნახავს და გაუგონიათ, მეორე მონაზონთან, რომელსაც ლოცვის და სათნოების მეტი შეიძლება არაფერი სმენი. ეხლა ორივე რომ გაიზრდება და ორივე რაღაცა ერთი და იგივე ცოდვაში ჩავარდება. როგორ ფიქრობთ, რომელს უფრო მეტად მოეკითხება ღვთის წინაშე? ვინც მონაზონთან გაიზარდა, მომართალი. ხოდა, ამიტომ ჩვენ რა პირობებში ვცვათ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ ცუდ გარემოში გავიზარდეთ, ამითი თავი ვიმართლოთ. მაგრამ ღმერთი სამართლიანია და მოწყალეა ამავე დროს. ჩვენ ღმერთი იმაზე მეც არ მოგთხოვს, რაც ჩვენ გაკუთვნის, მაგრამ არც ის არ იქნება სწორი, რომ ადამიანმა თქვას, რომ მე ესეთი შემაწუხებელი მეზობელი რომ მყავდა, იმიტომ არ მოუთმენელი. და რომ გამაღიზიანებელი ფაქტორი არ არსებობდეს, მაშინ მოთმინდებაც რაში უნდა გამოვლინდეს. და თუ ვინმე ჩვენ გვაღიზიანებს, ესეც ჩვენი სულიერი სასწავლებელია. ჩვენ ეს გჭირდებოდა ეთყობა და იმიტომ მოხდა. ხო, ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს დაუტოვებია გადასულა სხვაგან. იქაც შეხვედრია ეგეთივე მეზობელი, რომელსაც გამოექცა. და განეგრი არ არის, დედა ბავშვს კოზით არ დავდეს, არ დასდევს, საჭმელი აჭამოს. ახლა რო გაიქცევა, დედა აღარ გაყვება? და ღმერთიც ესე, ჩვენ ის გჭირდება და იმ გარემოს სხვაგანაც შეგიქმნის, იმიტომ ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, მას სჭირდება ის პურნება. და ჩვენ თუ ესე შევხედავთ, უკვე სხვაზე კი არ ვიქნებით გაღიზიანებული, არამედ საკუთარ თავზე. აქაც ამ შემთხვევაში მე მშობელი მორწმუნე მყავს თუ ურწმუნო, ასე მეკცევა თუ ისე მეკცევა, ჩემი მხრიდან მშობლის პატივისცემა, ეს ჩემი ღირსებაა. მშობელი ის კი არა, რომ მშობელი იმსახურებს თუ არ იმსახურებს, ჯერ ესეც უკვე არასწორი ნათქვამია, რომ ჩემი მხრიდან რომ მშობელი იმსახურებს თუ არ იმსახურებს. რა იცის ადამიანმა, მშობელმა რამდენი გაიღო იმისთვის, რომ ისე იყოს. ყველას ერთნაირად ხო არ შეუძლია, არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობა. ამიტომაც შვილის ღირსება იცავ, რომ მშობლის ამაგი დააფასოს და მიუხედავად ყველაფრისა, დარჩეს შინაგანად მისი პატივის მცემელი. და ესე იგი, ეს უფალმა რო თქვა, რომ დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს, ჩვენ თუ შევხედავთ, ეს სრულდება ეს. შინაგანად ვინც პატივისცემს თავის მშობელს, სხვაგვარად არის, ვინც უპატივისცემლობით გამოირჩევა და მე რასაც დავთესავთ ჩვენ ჩვენი მშობლის მიმართ, იგივე ხდება შვილების მხრიდანაც.
აი ახლა შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გარდაცვლილი ყავს შობელი, ხო? აი ჩვენ შვილებს ვთხოვთ რომ ჩვენ პატივი გვცენ, მაგრამ რამდენად ხშირად მივდივართ ჩვენ უშობლის საფლავზე. რამდენად ხშირად ვანთებთ იქ სანთელს თუ ვასუფთავებთ თუ მოვაწესრიგებთ. მას სჭირდება ეს პატივისცემა და თან კიდე ჩვენ შვილებს სჭირდებათ ეს რომ ეს დაინახონ. თუმცა მათ დასანახად კი არ უნდა ვაკეთებდეთ, კი არ უნდა თამაშობდეთ ამას. არამედ შინაგანად უნდა გძნობდეთ ამ საჭიროებას, იმიტომ რომ შვილს და ბავშვს ვერ მოატყუებთ. მე არ ვიცი აი თქვენ შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ მე შემიმჩნევია რომ აი ზოგჯერ ვცდილობ რომ რაღაც ისეთი უთხრა ბავშვს რომ ნამდვილი არ არის და შენ გძნობ რომ შენ გინდოდა მოგეტყუებინა, მაგრამ ის არ მოტყუდა. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ თუნდაც ცუდად გამოვიდა, აი თუ გაბრაზებული ვარ, იცოდეს რომ გაბრაზებული ვარ და არ მოვატყუო რომ ეხლა კარგად ვარ. ტყუილად არ იღიმები, ხო? მირჩენია გულწრფელი ვიყო და არ მოვატყუო, ვიდრე ტყუილად უთხრა რომ შენ გენაცვალე და ხო ხდებით. იმიტომ რომ მე ხარ დიდი ის არ მაგრამ პატარა გამოცდილება ხო დაგროვდა ამ ბავშვებთან ურთიერთობაში და ერთადერთი რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ შეუძლებელია იმის მოტყუება. სულ ერთია გარეგნულად რას ეტყვი, შინაგანად რასაც გძნობ იმის მიმართ. აი მან ის გაიგო. გარეგნულად როგორ ლამაზადაც არ უნდა შეგხვდო შენი სიტყვები, ის გაიგო იმან რასაც შენი გული გძნობდა მის მიმართ. და გარეგნულად რომ ცოტა მკაცრათაც უთხრა, მაგრამ შინაგანად სწორი დამოკიდებულება გქონდეს, არა, სწორი мотиваცია, სწორი მიზანი. მან ის გაიგო, რასაც შინაგანად გძნობდი. მე უბრალოდ ეს შემიმჩნევია.